3 დღის განმავლობაში ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სივრცეთ ქცეული სტომატოლოგიური ინოვაციების ფორუმის მესამე დამაგვირგვინებელი დღე. განსაკუთრებული ფოკუსით იმპლანტოლოგიის, ორთოპედიული სტომატოლოგიისა და პაროდონტოლოგიის უახლეს მიღწევებზე. მესამე დღის პროგრამა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარიმართა. დიდ სცენაზე სპეციალისტებმა თანამედროვე იმპლანტოლოგიის, ციფრული სამუშაო პროცესებისა და დენტალური ფოტოგრაფიის შესახებ ისაუბრეს. ხოლო პარალელურად სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სესიები გაიმართა, სადაც მომავალი თაობის წარმომადგენლებმა საკუთარი კვლევების საერთაშორისო აუდიტორიას წარუდგინეს. მე როგორც რადიქსის პრეზიდენტს საშუალება მომეცა სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის მიმეცა შანსი, რომ ისინი წარდგენილიყვნენ აი ამ დიდი აუდიტორიის წინაშე და ჩვენ ხონდა ახალგაზრდული სექცია, სადაც სტუდენტებმა და რეზიდენტებმა გააკეთეს მოხსენებები ფართო აუდიტორიის წინაშე. ფორუმის ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ საერთაშორისო გამოცდილებისა და ახალგაზრდა პროფესიონალების მხარდაჭერის ერთ სივრცეში გაერთიანება იყო. დღეს ვესწრები ამ არაჩვეულებრივ ღონისძიებას, რომელიც უკავშირდება სტომატოლოგიური პროდუქციის გამოფენას და ამავდროულად აქვე ერთ სივრცეში მოქცეულია არაჩვეულებრივი მასტერკლასები და სალექციო სივრცეები, რათა აქ მოსულმა სტომატოლოგებმა მიიღონ განათლება და აიმაღლონ თავის პროფესიული დონე. აღსანიშნავია, რომ ასეთი კომბინაცია საგანმანათლებლო ღონისძიებებისა და ასევე სტომატოლოგიური პროდუქციის გამოფენისა უაღრესად დადებითია, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ამის მოქცევა ძალიან კაი იდეაა და მივესალმები და მადლობას ვუხდი ამ ღონისძიების ორგანიზატორებს. მესამე დღის პროგრამაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო პრაქტიკულ გამოცდილებასაც. სპიკერებმა კოლეგებს მრავალწლიანი კლინიკური პრაქტიკის შედეგები და თანამედროვე მკურნალობის მეთოდები გაუზიარეს. უღრმესი მადლობა ქალბატონ ქეთის ესეთი ბრწყინვალედ ორგანიზებული ღონისძიებისთვის და კიდევ უფრო აღსანიშნავია ჩემთვის და სასიამოვნო, რომ ეს ღონისძიება ყველა ადამიანისთვის უფასო იყო და ამის ფუფუნება ჩვენ საქართველოში ძალიან იშვიათად გვაქვს, რომ ღონისძიებებს უფასოდ დავესწროთ და ვიმედოვნებ, რომ ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს ის და ყოველწელს ერთმანეთს შევხვდებით ჩვენი პროფესიის სადარაჯოზე. კვლევართა სესიაზე წარმოდგენილი იყო როგორც კლინიკური, ისე ფუნდამენტური კვლევები, რომლებიც თანამედროვე სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. წელს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ეგიდით ჩატარდა სტომატოლოგიური გამოფენა, კონფერენციები, სადაც მივიღე მონაწილეობა. ჩემი თემა ეხებოდა დაუყოვნებელი იმპლანტაციას, დაუყოვნებელი დატვირთვით. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო 3 დღე იყო ჩვენი კოლეგებისთვის, ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის და ვიმედოვნებ, მომავალშიც გაგრძელდება ეს ღონისძიება. ამ ღონისძიებაზე მე მომიწვიეს როგორც ლექტორი და გუშინ უკვე ჩავატარე ტრეინინგი ვერტიკალური პრეპარირების შესახებ და ასევე დღესაც მიწევს მოხსენების წაკითხვა უკვე ფართო აუდიტორიის წინაშე, რისთვისაც ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი. ეს ეს ფორუმის მესამე დასკვნითი დღე, რომელიც GIDS-ის დასასრულად მხოლოდ კალენდარში იქცა. სინამდვილეში, სწორედ აქედან იწყება ბევრი ახალგაზრდა ექიმისა და მკვლევრის პროფესიული გზა. დარბაზებში დარჩენილი იდეები გზას ახლა იკაფავენ. თითოეული ლექცია და თითოეული კვლევა ხომ ხვალინდელი ქართული სტომატოლოგიის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი აგურია. აკი მეცნიერების ნამდვილი ძალაც სწორედ ასეთ სივრცეებში იბადება. იქ, სადაც თითოეული ღიმილის უკან მეცნიერება დგას. ამრიგად, ფორუმი დასრულდა. მომავალი იწერება.